რუსეთს 10 წლეულები აქვს დახარჯული ბალტიის ზღვაში თავისი გავლენის გასაძლიერებლად. გულისხმობ, რომ მას ასე უნდა მოეღწეს. ეს ზღვა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყანას ეხმარება ნავთობის ექსპორტში. უკრაინამ უბრალოდ მიზანში ამოიღო და გაისროლა. ისევ და ისევ ის უთხრამს რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობის სასიცოცხლო არტერიას, ანადგურებს იმას, რასაც პუტინი ვერასდროს ჩაანაცვლებს. ეს იყო სამი ღამე ქაოსისა რუსეთისთვის. ბალტიის შავი გული ამოაგლიჯეს და პუტინის ნავთობის იმპერია სისხლსდებს. ეხლა რომ მცირედი წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, რას აკეთებს უკრაინა ბალტიის რეგიონში, გადავდივართ კრიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარეობს. მარტის 26-ის დილის საათებში უკრაინამ გაათავისუფლა გამანადგურებელი დრონების ტალღა. ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც პასუხისმგებელია რუსული ნედლი ნავთობის საწვავად და სხვა გამოსაყენებელ პროდუქტებად, მაგალითად საწვავსა და ზეთებად გადამუშავებაზე. ეს დარტყმა მაშინ მოხდა, როცა გლობალური ნავთობის ფასები რამდენჯერმე ასწდა $100 ბარელზე. მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისვა ირანში. ეს დარტყმა, ისევ როგორც სხვა დარტყმები, რომელთაც განვიხილავთ, შექმნილია იმისთვის, რომ პუტინს მკაფიო გზამილი გაუგზავნოს. მისი სურვილი ისარგებლოს გაზრდილი ნავთობის ფასებით, უკრაინის მიერ ყოველ ნაბიჯზე იქნება ჩახშობი. რობერტ გროუდი, რომელიც ცნობილია როგორც მადია ბერცის სარდალი და ახლა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ხელმძღვანელია, ტელეგრამზე განმარტა, რა შედეგი მოიტანა უკრაინის მფრინავმა სანქციებმა ქარიშში. სიბირის ნავთობი, რომელიც თავაზიანად შედის კინევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქარიშის გადამამუშავებელში, შემდეგ კი დიზელის საწვავით ან ნედლი ნავთობით, ტრანსნეფტის პრიმორსკისა და უსტლუგას პორტებიდან გადის, აიუსო და მიეწოდა ბუნკერის ბაბუას სისხლიანი ნავთობის ზედმეტობებით. ბოლო 3 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე უკრაინელი პატას დახმარებით, თავისი ფეერვერკებით ცოტა გაფუჭდა. პროიდიმ ირონიულად განაცხადა, როცა უკრაინის თავდასხმას აცხადებდა. მან ხუმრობა გააგრძელა იმაზე, თუ როგორ შექმნა უკრაინამ ბლოკადა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბალტიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და რუსეთს დღეები დასჭირდება, რომ ცეცხლი ჩააქროს და გაარკვიოს, როგორ გაასუფთავოს ის არეულობა, რაც უკრაინის დრონებმა გამოიწვია. ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ცოტა დამაკინებლადაც კი ჟღერდეს. ევრომაიდან პრესი უფრო კონკრეტულ დეტალებს გთავაზობს და აღნიშნავს, რომ პუტინის ბალტიის ზღვის ნავთობის ქსელზე ბოლო დარტყმამ კარიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი დანადგარები გაანადგურა, რაც თავისთავად აჩერებს ნედლი ნავთობის გადამუშავების პროცესს. შენ ვერ აწარმოებ ბენზინსა და დიზელს, როცა შენი გადამამუშავებელი დანადგარები იწვის. პუტინისთვის ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ არაწარმოებს ნავთობზე დაფუძნებულ პროდუქტებს აქ, რომელსაც ის უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს უგზავნის და რომელსაც რუსეთი თავის კლიენტებს ყიდის, რათა უკრაინაში შეჭრა გააგრძელოს. გადამამუშავებელი დანადგარების გარდა უკრაინის დრონებმა ასევე დააზიანეს 2 საცავი ავზი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ამიტომ ნავთობი, რომელიც გადამუშავებისთვის მზადდებოდა, ან უკვე გადამუშავებული პროდუქცია, რომელიც გადაზიდვისთვის იყო გამზადებული, ასევე ითვის ხარისში. შეიძლება კიდევ მეტი იყოს. ზიანის რეალური მასშტაბები ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია. ჩვენ არ ხედავთ რუსული მხარისთვის დამახასიათებელ განცხადებებს. თითქოს ეს ყველაფერი უკრაინული დრონების ნამსხევებმა გამოიწვია, რაც გვიჩვენებს, რომ ლენინგრადის ხელისუფლება ძალიან დაკავებულია ხარისის ტერიტორიაზე ხანძრების ჩაქრობით. ეს არის ის ბოლო რამ, რაც პუტინს ხარისში უნდა დაენახა, რადგან ეს კონკრეტული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პრეზიდენტს სურს, ხალხს ასე ეგონოს. ხარისი უბრალოდ კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის. უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა ურტყამს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რათა პუტინის შესაძლებლობა შეიზღუდოს, მიიღოს სარგებელი რუსეთის ნავთობიდან. ხარისი განსხვავებულია, რადგან ის ბალტიის ზღვის ნავთობის მექანიზმის მთავარი რგოლია, რომელსაც რუსეთი 10 წლეულები აშენებს. ბლუმბერგი ამას ნათლად აჩვენებს თავის ანგარიში უკრაინის იერიშის შესახებ, სადაც აღნიშნულია ეს ფაქტი. ხარისის ობიექტი შექმნილია დრეში 400,000-ზე მეტი ბარელი ნავთობის გადასამუშავებლად. და რომ ის კონცენტრირებულია დიზელის, ბენზინისა და მსუბუქი საწვავის წარმოებაზე, რომელთაგანაც უკანასკნელი სპეციალურად მზადდება იმისთვის, რომ რუსეთმა ისინი თავის მომხმარებლებზე ექსპორტზე გაიტანოს. ეხლა ევრომაიდან პრესი ამატებს, რომ კნეფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხარისში რუსეთის ფედერაციაში 3 უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმოს შორისაა. საერთო ჯამში ის ყოველწლიურად 20-დან 21 მილიონ ტონამდე ნედლ ნავთობს ამუშავებს. გარდა იმისა, რომ ხარისის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ექსპორტისთვის პროდუქციას აწარმოებს, ის რუსეთის საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრის 6% შეადგენს და აწარმოებს საწვავს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები და მოსახლეობა იყენებენ. უკრაინამ სწორედ ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყა, რომელიც პუტინისთვის ყველაზე ცუდ დროს იყო. როდესაც ნავთობის ფასები ოპერაცია ეპიკური რისხვის გამო მკვეთრად იზრდება, პუტინი იმედოვნებდა, რომ ხარისის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში მილიარდობით დოლარს შემოიტანდა, რაც სხვაგვარად არ ექნებოდა. ეხლა ის იწვის. და მიუხედავად იმისა, რომ ესეც საკმარისად ცუდია რუსეთის დიქტატორი ლიდერისთვის, ხარისის ქარხანაში არსებული მთავარი პრობლემები მხოლოდ უახლესი სირთულეებია, რომლებიც რუსეთს შეედგა. რადგან ამ ყველაფრის უკან კიდევ უფრო დიდი პრობლემა დგას. უკრაინა ბალტიისპირეთის მთელ რეგიონში ახორციელებს დარტყმებს. რაც კურიშში მოხდა, ეს მხოლოდ ბოლოა დარტყმების სერიიდან, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ყველა მათგანი მიმართულია რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობის ოპერაციის დაშლისკენ. 3 დღის განმავლობაში 23 მარტიდან 26 მარტამდე უკრაინული დრონები დაფრინავდნენ, ზოგჯერ 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ანუ 620 მილის ზევით,
რათა კვლავ და კვლავ დაერტყათ კრიტიკული ობიექტებისთვის ბალტიის რეგიონში. გარდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა, უკრაინა უტევს საექსპორტო ჰაბებს, ტერმინალებს და თითქმის ყველაფერს, რაზეც იცის, რომ რუსეთი ეყრდნობა თავისი თხევადი ოქროს ქვეყნიდან გატანასა და მყიდველების ხარფხელებში ჩასაგდებად. ამ 3 თვის განმავლობაში ბალტიის ზღვის გასწვრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი რუსული პორტი დაირთვა, მათ შორის პრიმორსკი და უსტალუგა. ერთად ამ ორ პორტს 2025 წელს მარტო 49.7 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის ექსპორტი ეკუთვნოდა, იუწყება United 24 Med. და ეს უზარმაზარი მოცულობა საკმარისია, რომ დაგანახოთ. მილიარდობით დოლარის ბინძური ნავთობის ფული მხოლოდ ამ ორ პორტში გადის რუსეთიდან. და ამჟამად არც ერთი მათგანი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, რადგან უკრაინის დრონებმა ისეთივე ძლიერი დარტყმა მიაყენეს, როგორც კურიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. პრიმორსკი იყო პირველი 3-დან, რომელიც დაიბომბა. 23 მარტს დილის საათებში უკრაინის დრონები შეიჭრნენ პორტში, რომელიც სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს. და დილის 4 საათისთვის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ დროსტენკო იძულებული გახდა თავი დაენცირებინა და დაედასტურებინა, რომ უკრაინის დრონებმა საწვავის საცავი ავზი დააზიანეს. მაგრამ დროსტენკო ზიანის სრულ მასშტაბს მალავდა. მარტის 26-ისთვის გამოცემა The Insider იუწყებოდა, რომ უკრაინის დრონებმა პრიმორსკის 5 ან 6 საცავი ავზი გაანადგურეს, რის შედეგადაც წარმოუდგენელი კვამლის სვეტი გაჩნდა, რომელიც დაახლოებით 200 კილომეტრზე, ანუ 120 მილის სიგრძეზე რუსეთში ვრცელდებოდა. მათაც კი, ვინც თავად პორტის დაწვას ხედავდა, შეეძლოთ დაენახათ ჰაერში გამავალი კვამლი და სცოდნოდათ, რომ უკრაინის დრონები ისევ ნადირობდნენ. და 2 დღის შემდეგ უკრაინა ისევ იმავეს აკეთებდა. 25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონებმა სამიზნედ უსტალუგას პორტი აირჩიეს. ამ დრონებმა დაახლოებით 1000 კილომეტრი გაიარეს უკრაინის საზღვრებიდან 24 მარტის საღამოსა და 25 მარტის დილას შორის. ბოლოს ისე ძლიერად დაარტყეს უსტალუგას, რომ გავრცელებული ინფორმაციით მინიმუმ 10 აფეთქება გამოიწვიეს. ასევე დატოვეს უზარმაზარი ნათება ცაში, რომელიც მაცხოვრებლებს კილომეტრების მოშორებითაც კი შეეძლოთ დაენახათ. ეხლა დროსდენკო კვლავ ის ადამიანი იყო, ვინც რუსეთს ამ თავდასხმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ამჯერად ამას მცირე ალება უწოდა. ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ უკრაინის 56 დრონი ჩამოაგდო. ეხლა ეს დრონების ნამსხვრევების მტკიცებას განსხვავდება. ეს მაინც უნდა ჩაუთავოთ დროსდენკოს, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან მიღებული ცნობები და სატელიტური ფოტოები სრულიად სხვა ამბავს ყვებიან. ტელეგრაფის ცნობით, ამ მცირე ალების შედეგად 100 მეტრზე, ანუ 320 ფუტზე მაღლა ავარდა. იგივე წყარო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა მარტის 28-ის მდგომარეობით 5 ზედიზედ ღამის განმავლობაში 4-ჯერ დაარტყა უსტლუგას. უსტლუგას ნავთობის ჩათვრთვის პირი განადგურებულია. ასევე ჩანს დაზიანებები ტექნიკურ ესტაკადებებსა და საცავ ავზებზე, რაც მიუთითებს, რომ ეს უკრაინის დარტყმა სულაც არ იყო უმნიშვნელო. უკრაინა განუწყვეტლი უტევს უსტლუგას. ფაქტობრივად ის ანადგურებს ყველაფერს, რაც რუსეთმა ააშენა თავისი ნავთობის ინდუსტრიისთვის ბალტიის ზღვის რეგიონში. აქ განმეორება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს წარმოადგენს ესკალაციას, რომელმაც პუტინი სრულიად მოულოდნელად დაადო. სანდღეში სამივე დათმის განხორციელება რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობის ინფრასტრუქტურის მთავარ კომპონენტებზე უკვე თავისთავად საკმარისად ცუდია. ეს უკვე ისეთი მასშტაბისა და ზომის თავდასხმაა, რომ უკრაინის ბრწყინვალე დაგეგმვისა და რუსეთის სრულიად არასაკმარისი საჰაერო თავდაცვის კომბინაციას მოითხოვდა. მაგრამ უსტლუგა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 4-ჯერ დაარტყეს, ხოლო პრიმორსკიც 5 დღეში 3-ჯერ ძლიერად დააზიანეს, იტყობინება ევრომაიდან პრესი. აქ ჩვენ ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ენერგეტიკული ანალიტიკოსი ბორის არონშტეინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს ომის დაწყების შემდეგ. და იგივე ექსპერტი ამატებს, რომ თავდასხმების გააზრებულობამ, მასშტაბმა, მიმართულებამ და მათი განხორციელების დროულობამ ერთად ისეთი ეფექტი გამოიწვია, რომელიც პირადად მე 4 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში არ მახსოვს. უკრაინა შესაძლოა ცდილობს იმავეს მიღწევას, რაც 2025 წელს კირიმის ფეოდოსიის პორტში მოახერხა. უკრაინის მიერ გასული წლის სექტემბერსა და ოქტომბერში განხორციელებული 2 დარტყმის შემდეგ ომის შესწავლის ინსტიტუტმა შეაფასა, რომ რუსეთს შესაძლოა აღარასდროს შეეძლოს ამ პორტის ამუშავება, სულ მცირე მანამ სანამ უკრაინასთან ომს აგრძელებს. ფეოდოსიაზე თავდასხმებმა დარტყმა მიაყენა პუტინის უნას, აკონტროლოს უკანონოდ ანექსირებული კირიმის ნახევარკუნძული. ეხლა კი ბალტიის ზღვის რეგიონში განხორციელებული ეს თავდასხმები კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის პუტინის შესაძლებლობას აწარმოოსონი. ზუსტად გეტყვით რატომაც, სულ რამდენიმე წამში. მაგრამ სანამ ამაზე ვსაუბრობთ, თუ ასეთი ანალიზები გსურთ უფრო ხშირად ნახოთ, გამოიწერეთ The Military Show, რომ არც ერთი ჩვენი ვიდეო არ გამოგჩეთ. ასე რომ პუტინმა ბოლო კვირა გაატარა იმის ყურებაში, თუ როგორ ანადგურებს უკრაინა რუსეთის 2 მთავარ ნავთობის პორტს ბალტიის ზღვაზე. და ახლა ის ვეღარაფერს აკეთებს, როცა კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ 2 პორტს ამარაგებს. ან ასე იქნებოდა, რომ ეს პორტებიც არ იწოდეს. როცა პუტინი იმალება თავის მიერ ნაპოვნ რომელიღაცა სამალავში, რუსეთის მთელი ნავთობის ოპერაცია ბალტიის ზღვაზე კვამში იფანტება, პირდაპირ მნიშვნელობით. პორტები, რომლებზეც უკრაინამ მრავალჯერადი დარტყმები მიეყენა, ყოველდღიურად დაახლოებით 1,000,000 ბარელ ნავთობს თუ იხთავენ და აგზამიან.
ამჟამად როგორც ტელეგრაფი უწყება, რუსეთი ნავთობიდან დღეში დაახლოებით $760 მილიონ იდებს. კიდევ ერთხელ, ფასების ზრდა გამოწვეულია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადით, რაც მთავარი მიზეზია. ეხლა United 24 მედია იუწყება, რომ რუსეთს შეიძლება ორ ბალტიის ზღვის პორტის შეკეთებას ორ კვირაზე მეტი დასჭირდეს, რაც ეფუძნება მსგავს სამუშაოებს, რომლებიც მარტის დასაწყისში დრონების თავდასხმის შემდეგ ნოვროსკში ჩატარდა. და მხოლოდ თვის ბოლოს დაიწყეს ტანკერებმა იმპორტში დაბრუნება. და ეს შეკეთების ვადები იმაზეა დაფუძნებული, რომ უკრაინა არ გააგრძელებს ამ პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევას ისევ და ისევ, სანამ იქ აღარაფერი დაჩება. უკრაინა მიცის, რომ ამას შეძლებს. მან დაახლოებით ერთ კვირაში რამდენჯერმე წარმატებით დაარტყა რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობ ინფრასტრუქტურას, რაც გვიჩვენებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ან კომპრომეტირებულია, ან არასაკმარისია, ან უბრალოდ არ არსებობს პრიმორსკში, უსლუგასა და კარიშში. ეხლა მოდით ცოტა ხნით დავფიქრდეთ იმ ზიანის რეალურ მასშტაბებზე, რაც უკრაინა მიაყენა თავისი ერთი კვირის გამანადგურებელი დათმობით. United 24 მედია იუწყება, რომ 22 მარტს, ანუ იმ დღეს, სანამ უკრაინა დათქმებს დაიწყებდა, პრიმორსკისა და უსტლუგას პორტებში 18 ტანკერი იდგა. კონტექსტისთვის, ეს თითქმის რუსეთის ყველა ნავთობის პორტის ერთობლივი ტევადობის ნახევარია, აღნიშნავს გამოცემა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბალტიის ზღვის მარშრუტები პუტინისთვის. უსლუგისა და პრიმორსკის რამდენიმე კვირით დახურვა, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის მთელ ნავთობის ოპერაციას. მარტის 22 რიცხვში, როგორც იუწყებიან, ნოვროსისკში არც ერთი ტანკერი არ მისულა, რომელიც რუსეთის მთავარი შავი ზღვის ნავთობის პორტია. ეხლა რუსეთს მხოლოდ რამდენიმე პორტი დარჩა არტიკის რეგიონში და რამდენიმე პორტი წყნარ ოკეანეში, რომლებიც არც ისე იდეალურია ნავთობის გასატანად და ამ ნავთობის დიდი ნაწილი ბალტიის ზღვით გადის. ეხლა რუსეთის ნავთობის მწარმოებლები უკვე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქცია გადაიტანონ დაზარალებული ბალტიის ზღვის პორტებიდან. oilprice.com იუწყება, რომ უსტლუგისა და პრიმორსკის დაკარგვამ მყისიერად შეამცირა რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთლიანი სიმძლავრის დაახლოებით 40%. ამან გამოიწვია ის, რომ მილსადენის ოპერატორი ტრანსნეფტი ცდილობს თავისი ნავთობის სხვა პორტებში გადაამისამართოს, თუმცა მას ბევრი სხვა არჩევანი არ აქვს. ეს ნავთობი ან უნდა გადაიგზავნოს არქტიკისა და წყნარი ოკეანის პორტებში, რომლებიც უკვე ვახსენეთ და რომლებიც ასეულობით თუ არა ათასობით მილის დაშორებითაა რუსეთის ბალტიის ზღვის პორტებიდან. ან უნდა შევიდეს საცავებში, სადაც ის უძრავად იქნება და ადვილი სამიზნე გახდება უკრაინის დრონების კიდევ უფრო მეტი ერიშისთვის. ამავე წყაროს ცნობით, ახლა შავ ზღვაშიც არსებობს გარკვეული ვარიანტები რუსეთისთვის, მაგრამ რადგან ნოვროსიისკი მხოლოდ ახლა იწყებს აღდგენას, ეს ვარიანტებიც შეზღუდულია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტი ხელახლა იხსნება, ინფრასტრუქტურა მაინც არ შეესაბამება იმას, რაც რუსეთს სჭირდება ექსპორტის ტემპის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეს ნოვროსიისკია შავ ზღვაში. ეს უკრაინისთვის კიდევ უფრო დიდი სამიზნეა, ვიდრე ბალტიის ზღვის პორტები, ასე რომ ნავთობისა და ტანკერების იქ გაგზავნა ფაქტობრივად იგივეა, რაც უკრაინის დრონებისთვის მოწვევის გაგზავნა, რომ დროა ისევ დაარტყა ნოვროსიისკს. ამ ეტაპზე უკრაინას ფაქტობრივად რუსეთის ნავთობი ქვეყნის შიგნით აკეთიკით დახავს, რაც ნიშნავს, რომ ის არ იყიდება. და თუ ნავთობი არ იყიდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ფულს ვერ შოულობს. გაიხსენეთ, რაც ადრე გითხარით. რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტიდან დღეში დაახლოებით $760 მილიონი შემოდიოდა ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან ირანში. ირანი. ეს მაჩვენებელი $304 მილიონით მცირდება, სანამ უსტლუგა და პრიმორსკი გათიშულია. გულისხმობთ იმას, რომ თუ ადრე ნახსენები ექსპორტის 40%-იანი მაჩვენებელი სწორია, შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყოს. oilprice.com-მა ასევე განაცხადა, რომ ეს ორი დაზიანებული ბალტიის პორტი რუსეთის საზღვაო ნავთობის ვაჭრობის 60%-ზეა პასუხისმგებელი. ეს ნიშნავს, რომ $450 მილიონზე მეტი გაქრება $760 მილიონი დღიური შემოსავლიდან, სანამ ეს ორი პორტი დახურულია. რომელიც ციფრიც არ უნდა იყოს სწორი, პუტინს ეხლა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაში რამდენიმე $100 მილიონი ოდენობის ხვრელის პრობლემა აქვს და რუსეთი უბრალოდ ვერ დაუშვებს, რომ ეს ასე დარჩეს. Right. იმიტომ რომ ბალტიის ზღვა რუსეთისთვის და პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს მხოლოდ ნავთობის მოცულობა არაა, რაც ამ წლის გზას რუსეთისთვის ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს. უკრაინის სტრატეგია ამ მხრივ გენიალური იყო. პირველ რიგში და არაერთხელ მან დაარტყა ბალტიის ზღვის პორტებს, გაანადგურა ტერმინალები და გაანეიტრალა საცავები. ხარიშის დათქმით უკრაინის დრონები უფრო შიგნით ხმელეთზე გადავიდნენ და ახლა ანადგურებენ ობიექტებს, რომლებიც ამ პორტებს ამარაგებს. ეხლა დიდი ალბათობით ვიხილავთ შემდგომ თავდასხმებს ხარიშზე, ასევე სხვა დარტყმებს რუსეთის დასავლეთში და შესაძლოა კიდევ უფრო მეტ თავდასხმას პრიმორსკსა და უსტალუბაზე. ეს მრავალფენიანი მიდგომაა და მისი სიდიადა იმაშია, რომ ბალტიის ზღვა მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც რუსეთი თავის ნავთობის ფულის უმეტესობას შეულობს. ეს ის ზღვა, რომელზეც რუსეთს სურს დომინირება, რადგან ის უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ მარშრუტს ქვეყნის ნავთობის იმ ქვეყნებში გასატანად, რომლებიც მას ყიდულობენ. აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი ამას ჯერ კიდევ 1958 წლის სექტემბერში ამბობდა და ცივი ომის პიკიდან დღემდე რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა. ბალტიის ზღვა ყველაფერია რუსეთისთვის. ეს არის სასიცოცხლო არტერია, რომელიც ნელ-ნელა იხშობა. ჯერ ნატომ, რომელმაც თავისი წევრები წყლის გარშემო მოაგროვა, რის გამოც ზოგიერთმა მატოს ტბაც კი უწოდა,
და ახლა უკვე უკრაინამ, რომელმაც რეგიონის რუსულ ნავთობპორტებზე საჰაერო სანქციები დააწესა. ეხლა 2026 წლის იანვარში sanctions რაშამ აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვა რუსეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სასიცოცხლო არტერია გახდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ქვეყანას სანქციები დაუწესა. ეს გახდა რუსეთისთვის ყველაზე უსაფრთხო ნავთობის საექსპორტო მარშრუტი. სულ მცირე ევროპის ფარგლებში, რადგან ის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონების მოქმედების არეალში არ იყო. შავი ზღვის პორტები კიო და ომის დაწყებიდან მოყოლებული ხედავთ რუსეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის ნელ-ნელა დეგრადაციას ამ ზღვაში. მაგრამ ბალტიის ზღვა უსაფრთხო იყო. ის რუსეთისთვის წმინდა იყო, სანქცირებული ნავთობის ეფექტური გატანის გზა, რომელიც კრიტიკულ საექსპორტო კორიდორად იქცა. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა. ბალტიის ზღვის პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტი თავდასხმებით უკრაინამ რუსეთს ანახა, რომ ის სასიცოცხლო გზა, რომელიც ადრე უსაფრთხოდ მიაჩნდა, ეხლა უკვე უკრაინის მისაწვდომობაშია. უკრაინას არც კი სჭირდება ბალტიის ზღვაში მცურავი შედოუს ფლოტის გემების პირდაპირ მიზანში ამოგება. თუ უკრაინა გაანადგურებს პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რასაც ახლა აკეთებს კიდეც, შეიძლება საერთოდ აზრს დაკარგოს შედოუს ფლოტის ბალტიის ზღვაში ყოფნა. ეს მხოლოდ ნავთობსა და ფულს არ ეხება უკრაინისთვის, თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი პუტინისთვის. ეს არის გზავნილი რუსეთის ლიდერისთვის, რომელიც მიანიშნებს პუტინს სრული სიცხადით, რომ 2026 წლის უკრაინა სრულიად განსხვავდება 2022 წლის უკრაინისგან, რომელმაც უკვე შეაჩერა მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინა გადაიქცა სამხედრო ძალად, რომელსაც ანგარიშს უწევს. შორ მანძილზე მოქმედი დრონები, რომლებიც ჩამოვარდნენ უსტალუგაში, პრიმორსკსა და ახლა ხარიში, მხოლოდ ბოლო მაგალითებია. უკრაინის ღრმა დათმის კამპანია კიდევ უფრო ღრმავდება. მისი დრონები უფრო ძლიერები ხდებიან. და ახლა ბალტიის ზღვის სასიცოცხლო გზა, რომელზეც პუტინი აკრნებოდა ომის დაწყებიდან და რომელიც განსაკუთრებით მომგებიანი გახდა მარტის თვეში, იშლება. რუსეთს 10 წლეულები დასჭირდა ამ სასიცოცხლო გზის ასაშენებლად. უკრაინა მის დაახლოებით 1 კვირაში გაანადგურა. და ყველაფერი პრიმორსკით დაიწყო. როდესაც უკრაინამ ამ პორტზე შეტევა განახორციელა, ადვილი ოგვეგონა, რომ ეს დარტყმა ერთჯერადი იქნებოდა და უკრაინა სხვა სამიზნეებზე გადაერჩებოდა. მაგრამ ამ დარტყმამ ნამდვილად გვაჩვენა, რომ უკრაინას აქვს ძლიერი ახალი იარაღი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ის, რასაც ახლა ბალტიის რეგიონში ვხედავთ. გაიგეთ, რა იარაღია ეს და რატო არის პრიმორსკი ასე მნიშვნელოვანი მოსკოვისთვის ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგაუცლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალები უკრაინის ბოლო სიღრმისეულ დარტყმებზე.